მართალია, ძალიან რთული იყო ეს დასვენების დღეები და პირადად არც მე, არც ჩვენ გუნდს არ დაუსვენია, იმიტომ რომ ფაბრიკაში პარასკევს განვიხილეთ თემა, რასაც ქვია ქართველი ტყვე მამაკაცი კონგოში. სოსო ოსურაული, რომელიც დღეს იმყოფება აფრიკაში, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნაადრევი განცხადება გააკეთა მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ძალიან კარგი რომ ჩვენ მოვიძიეთ და აღმოვაჩინეთ რომ ეს ადამიანი ცოცხალია და ახლა მხოლოდ ის გვაქვს საფიქრალი როგორ დავაბრუნოთ სამშობლოში. მინდა შეგახსენოთ რომ ეს ის ოსურაულია რომელიც არის 2008 წლის გმირი, რომ არა სოსო ძალიან ბევრი ადამიანი დარჩებოდა ცეცხლმოკიდებულ ცხინვალში და ძალიან დიდი მსხვერპლი გვეყოლებოდა, უფრო მეტი ვიდრე ყავდა იმ აგვისტოს მძიმე დღეებში. სოსო რომელიც არის გმირი ადამიანი, რომელიც 4 შვილის მამაა და რომლის ოჯახი მას ელოდება, რომ დაბრუნდეს სახლში. იმისათვის რომ ჩვენ საბოლოოდ დავამსხვრიოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს მითი იმის შესახებ რომ სოსო გარდაცვლილია, მე მინდა წარმოგიდგინოთ ფირი, სადაც სოსო ტყვეობიდან ოჯახს მიმართავს და ძალიან გთხოვთ იმ ადამიანებს, ვისაც სუსტი ნერვული სისტემა აქვს, უბრალოდ ნუ შეხედავენ, მე მესმის რომ ეს მძიმე კადრებია, მაგრამ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. როგორც გთხოვეთ, მაგშინებს არაფერობოთა ხარით. რაც შეეხება მეუბნებიან ჩემზე რაღაცები ჩახოცავ. ემაგრარ არის არ დაიჯეროთ. ალბათ ემაგრად ფულისკნე. გთხოვთ. არ დაიჯეროთ, მე არავინ არ ჩამოხოცავ. გთხოვთ, ბალღებს რა იცავ. რა იცავ ეგეთ დუტოვეთად რა იციქნები. ძალიან ვინატრებით. დედა არის ნერვიულ ყველაფერს კარგად იცნობ. კაი ბალღები დაზარდეთ, კარგად დაზარდეთ ჩემი შვილები. ძალიან მიყვარხართ. ძალიან ვინატრებით. ძალიან რთულია ამ კადრების ნახვა სოსო ოსურაულის ოჯახის წევრებისთვის, მაგრამ განმეორებით ნახვა, იმიტომ რომ მათ ეს ვიდეო ჰქონდათ, მაგრამ მე ვთვლი რომ ასე უნდა მომხდარიყო იმისთვის, რომ გაცილებით უფრო გააქტიურებულიყო სახელმწიფო ორგანოები ამ ადამიანის მოსაძებნად და მე დამეფიცება, რომ აბსოლუტურად ყველა ირაკლის ესიაშვილიდან დაწყებული უმრავლესობის წევრის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურით დამთავრებული ყველა არის ჩართული პროცესში, აბსოლუტურად ყველასთან მიდის კონსულტაციები, იქმნება ჯგუფი, დღეს სოსოს ძმა გამოძახებულია როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და მე მჯერა იმ ადამიანების პირობის, რომლებმაც გვითხრეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს აბსოლუტურად, რომ ეს ადამიანი ტყვეობიდან ვიხსნათ. მე მინდა რომ ამ თემაზე საუბარი გავაგრძელოთ ამირან სალუქვაძესთან. ბატონი ამირანი არის საჰაერო ძალების